თქვენ უყურებთ ქრონიკას 17 საათზე. კორეული ფირმები ქართულ ბაზარზე ეკონომიკის მინისტრის სეულიდან კონკრეტული პროექტებით დაბრუნდა. კორეელი ბიზნესმენები მალე საქართველოში ჩამოვლენ, მანამდე კი უკვე ცნობილია, რომ მათი ინტერესის სფერო ტურიზმი, ტექსტილი, სოფლის მეურნეობა და მძიმე მრეწველობაა. კოგაზი, Color Group-ი, CK და კიდევ 20-მდე დასახელების სხვადასხვა კორეული კომპანია საქართველოში შემოსასვლელად ემზადება. იმისათვის, რომ სამხრეთ კორეის ბიზნეს წრეებს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონდეთ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ქალაქ სეულში მიიწვიეს. ვერა ქობალია აზიური კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. კორეაში შევხვდით როგორც სახელმწიფო სექტორის, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ბოლო 1 წლის განმავლობაში კორეული კომპანიები იყვნენ ჩამოსული საქართველოში და შეისწავლეს საინვესტიციო გარემო. მათ შორის არის კომპანია, რომელსაც აქვს 100 მილიარდი დოლარის ბრუნვა, წლიური ბრუნვა და კომპანია, რომელიც დაინტერესებულია პროექტებით ენერგეტიკის სფეროში და ტრანსპორტის და ლოჯისტიკის სფეროში. ნავთობქიმია, სოფლის მეურნეობა, მძიმე მრეწველობა, ტურიზმი და ტექსტილის წარმოება. სავარაუდოდ სამხრეთ კორეული ინვესტიციები საქართველოში სწორედ ამ მიმართულებით ჩაიდება. აზიელმა ბიზნესმენებმა ვიდრე საქართველოში ჩამოსვლას გადაწყვეტდნენ, ქვეყნის კანონმდებლობა დეტალურად შეისწავლეს. ინვესტორები საქართველოში ხელსაყრელი სავაჭრო რეჟიმით, განვითარებული ინფრასტრუქტურით და სტრატეგიული გეოგრაფიული მდგომარეობით დაინტერესდნენ. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, იმიტომ რომ მთავრობა არის ძალიან ეფექტური, ხალხი კი შრომის მოყვარე. საქართველოში საკმაოდ ბევრი ბიზნესი წამოვიწყეთ და ეს ორივე მხარისთვის ძალიან სასარგებლოა. სამთვიანი ვიზიტის ფარგლებში ვერა ქობალია სამხრეთ კორეის ეკონომიკის სამინისტროს ეწვია და ქვეყნის ბიზნეს განვითარების ეტაპებსაც გაეცნო. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კორეა თითქმის ყველა ბუნებრივი წიაღისეულის იმპორტს ეწევა, ქვეყანა განვითარებული ეკონომიკის მქონე სახელმწიფოების ოცეულში შედის. ჩემთვის დიდი პატივია ქართულ მხარესთან შეხვედრა. თქვენ გაქვთ ძალზედ მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, ამიტომ ჩემთვის საქართველოში ინვესტირება პრიორიტეტულია. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 2 თვის წინ სამხრეთ კორეაში საქართველოს საელჩო გაიხსნა. კორეელი ინვესტორები საქართველოს ბიზნეს გარემოს გასაცნობად უახლოეს მომავალში ესტუმრებიან.